თავდაცვის სამინისტროში ლევან იზორიას ბრიფინგი იწყება, უწყებას პირდაპირ ეთერში ვრთავთ და ვნახოთ რას ამბობს მინისტრი. მოგესალმებით. მინდა გამოვეხმაურო გარკვეული მედია საშუალებების მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის მიზანია ჩრდილი მიაყენოს ჩვენს რეფორმებს, წარმატებებს, რომელიც გვაქვს თავდაცვის უწყებაში, ჩრდილი მიაყენოს იმ მზარ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვაქვს ნატოსთან მიმართებაში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში და როდესაც ამ პოზიტივზე ვსაუბრობ, ხედველობაში მაქვს, რა თქმა უნდა, ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება, ის საერთაშორისო აღიარება, რომელსაც დღითი დღე საქართველოს და განსაკუთრებით თავდაცვის უწყება იმსახურებს ჩვენი ობიექტური დამკვირვებლებისგან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან და მინდა განსაკუთრებით ბოლო ინფორმაციაზე მივაპყრო თქვენი ყურადღება ამ დეზინფორმაციის ფარგლებში, რომელიც შაბათს ერთ-ერთ გადაცემაში კურიერის რუსთავი 2-ის მიერ იქნა გაჟღერებული, სადაც საუბარი იყო თითქოს და იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურე გოგონას მიმართ, რაც არა მხოლოდ ჩვენს მიერ, არამედ ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ იქნა კატეგორიულად უარყოფილი, ასეთ ფაქტს ადგილი არ ქონია და მით უფრო ამ ფონზე ყოველივე იწვევს მართლაც დიდ აღშფოთებას. მე ვთვლი, რომ ეს დეზინფორმაციის კამპანია არის გამიზნული იმისკენ, რომ ზოგადად საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და განსაკუთრებით თავდაცვის ძალების მიმართ დობის ხარისხი შემცირდეს საზოგადოებაში და ამას ცდილობენ მართალია უშედეგოდ, მაგრამ უსუსურად, ტყუილებით, ყოველგვარი ფაქტების გარეშე და მე მქონდა სულ ახალ ასევე პარლამენტში შესაძლებლობა მემხილა აღნიშნული ტელევიზია მსგავს დეზინფორმაციებში, როდესაც საუბარი იყო თითქოს და ჯარი რჩება ხორცის გარეშე, თითქოს და ჯარი შესაბამისად არ არის უნიფორმით ჩაცმული, არ არის შესაბამისი სტანდარტების ბათინქები და ასე შემდეგ. არ ჩამოვთვლი ამ ნუსხას დეზინფორმაციებისა, რომელიც მე მესმის თითქმის ყოველ კვირას ჩვენი უწყების მიმართ. და მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით ტელეკომპანია, რომლის მმართველი სულ ახლახან ფაქტობრივი მმართველი ამბობს ეგრეთ წოდებულ დასავლეთის კოლონიალისტურ პოლიტიკაზე და მიდგომებზე, მათ შორის საქართველოს მიმართ, ეს დეზინფორმაციული კამპანია ამ ფონზე მართლაც რომ გაკირვების საგანს ჩემთვის არ წარმოადგენს, მე პირადად ხელისუფლება ქართულ ხალხთან, რომლის უმრავლესობის მისწრაფება არის სწორედ დასავლეთში ინტეგრაცია, დასავლური ღირებულებების დაცვა, ყველაფერს გავაკეთებთ მსგავსი განცხადებების, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელების საწინააღმდეგოდ, გავაკეთებთ ფაქტებით, სიმართლით და ჭეშმარიტებით მხოლოდ. დიდი მადლობა ინფორმაციისთვის.